აი აქ რა არის, იცით, აი აქ უნდა ჩართოთ აუცილებლად ისა შუქები და 50 წერია. უნდა დახვიდეთ 50-ს რა. ცოტა ისეთ ისე კარებას გასწავლეთ რა, როგორ უნდა იმას ნახიაროთ აი. ამ ხაზში შეიძლება წითელია, დაიწყეთ ადრე გაჩერება აი და რა გაითვალისწინეთ აი. წინ ხო ამ მანქანა ნუ მიხვალთ ახლოს აი და რაღაც დისტანცია დაიჭერეთ. 3 მეტრი იყოს რა, პირდაპირ ნუ მიხვალთ, იმიტომ რომ არ იქცერიათ უკნიდან თუ გიჯეს, მერე თქვენს გაფრინდებით და მიარტყავთ იმ მანქანას და დისტანცია რო გეკნებათ, ყოველთვის უფრო ისა დაცულად იქნებით, ეგ ერთი შეცდომა. მერე ყველას უმეტესობას აქ ასეთ ცუდი ჩვევა რომ აი პირველი ხაზი, მეორე, მესამე, სულ 3 ხაზი აქ უნდა იარო ნელა, ისა საშუალოდ აქ უფრო ჩქარა ეხლა როგორც ეს BMW მიდის უფრო ჩქარას და მიყევი რა მანქანას, აი ნუ დახტიხართ აი პირველ ხაზიდან მესამეში, აი ახლა ეს როგორც აკეთებს, აი რა უნდა იქ რატო წავიდა და რომ მიდის პავაროტნიკი უნდა ჩართოს და ფაქტიურად მარჯვენა უსწრებს და რატო აკეთებს, აი რა გააკეთა, აი BMW-სთან იყო და ვითომ არ ვერც გაასწრო ვერაფერი, მაგრამ აი ეს სვებს უჭრით რა იმას რა ქვია, ზებს. ესეც ახლა აი რაღაც დამოვიდა აქეთ მე იქით და ესეთ რაღაცებს მოაკეთეთ. აი მიყევით ერთხას. აი თქვა გინდათ აქეთ გადასვლა უცვლელად ჩახედეთ აქეთ იმას სარკეში რო არ უყურებთ იმას. აქეთ იქნებ მანქანა აქ რა ესე ნუ გადახტებით. პავაროტნიკი ჩართეთ ეს ციმციმა და გადადით მე აქეთ და იარეთ ამ ხაზში. აი ეს ცოტა წესიერი ის ტარების სტილი რა. ნორმალური რა თქვენს დაისვენებ და აი იყო ახლა მეორე ხაზში გადავიდა პირველში, რატო? ხო მიდიხარ აი ხო გაჩერებული არ არის რა, რატო აკეთებ ამას? აი მაგალითად ჩემ წინ ფაქტიურად არის უმძლიანი. აი უმეტესობამ ტარება არ იცის, ან იცის და შეგნებულად არ ღვევს. და ვიცი ჩემი აზრით, ყოველ მეხუთეს აქ პრავის ლიშენია ეკუთვნის რა. არ შეიძლება ეგ საავარიო სიტუაციებს ქმნიან და ამოხდებიან ყველას უმეტესობას გონია გზა თავისი, ეგრე არ არის რა. და პლუს კიდე დაიმახსოვრეთ რომ ის სამკუთხედები როცა არის წინ, ნიშნავს რომ უნდა გაჩერდე იქ რა და დაუთქო გზა. იარო იმას გადამსვლელს ვინც ფეხით გადადის უნდა გაატარო ეს არ არის რა. თუმცა დადის ბევრი სეთეთრილი ცხვირით და სეთეთრილი იმით ბაგაჟნიკებში პროფილაქტიკებში ეძახიან აი ხო არის ახლა წითელი რა აი ზოგი გაკანდება ბოლოს და აი და აქედანვე დაიწყე ნელა კოხტად შეჩერება შეაჩერე ნელა და ნუ მიხვალ ბოლომდე აი და დისტანცია დაიჭირე ეს და კონდეს ჩვევათ რა ეხლა ეს წითელი ახლა ხო იყო პირველ ხაზში გადახტა იქეთ უაზროდ პავაროტნიკი უნდა ჩართო ამ შემთხვევაში აი თქვა გვიშლის ხო ეხლა სხვა არ უნდა შეაფერხო სხვა მოძრაობა აი თქვა ჩართე პავაროტნიკი გავხედე სარკეში აქ არავინ არა გადავდივარ ნელ-ნელა всё გავჩერდი აქეთ ნუ გადახტები მესამეში აი მეორეც საკვარიცია ესე ნორმალურად რო ატაროთ რა თქვენს დაისვენებ და სხვაც ბედნიერი იქნება და თქვენს ბედნიერი იქნებით არა რა რაღაც პატრული მაინც და მაინც ისე არიაგირებს როგორც საჭიროა აი ახლა ამან ეს ვიღაც რა ვიცი საიდან რა ნომერია ეს დახტუნაოს პირველში იყო მეორე მესამე და რატო გაუგებარია რას აკეთებს ეხლა აი ეს უხევს ეს მანქანა ამან ახლა დაუთქო კიდევ კაი რა ამ მანქანამ და იმიტომ რომ მოხვევას აპირებს იქეთ ხარეს ერთმანეთს უნდა დაუთქოთ რა რომ წინ ვინც მიდის თუ ეს პავაროტნიკი ჩართო და განიშნებს რომ სადღაც მიდის ნუ ჩაეკვეთები იქ რა აი თქვა ეხლა მინდა მარჯვნივ ხო და ავიღე და ეხლა აი ჩავრთე პავაროტნიკი აი მანქანა სწორად მოიქცა
დაინახა და აქედან ამიღო და არა აქედან ამიღო. მარჯიდან ნუ იღებთ იმას აბგონს გასწრებას. ეცადეთ ეს დისტანცია დაიჭიროთ. ხო არის ახლა მე ხო შემიძლია ახლა ესე მივიდე და ამ მანქანას ის არა დაგიტორმუზებს და შენ ვერ დაატორმუზებ და შეაჯდები. ამიტომ დისტანცია უნდა გქონდეს. ესე რა იარე. მაგრამ აუცილებელი რომ მიხვიდე და რაღაცა ჩახუტებულოდ ძდიო იმას. ისა ნორმალური ტარების სტილი რა, რომ შენ არც სხვაც აფერხებ და შენ წყნარად შვიდად მიდიხარ რა. და რა ვიცი, ახლა გონკაობები და ახლა ზოგი გონკაობს, მაგრამ სამწუხარო მომენტია ახლა. ახლა ეს ხაზი მეორეში ჩავდექი, როცა მთლიანია ის შუაში არ უნდა იარო. ახლა რა, მიდის ახლა ის ჯიპი, ხო შეიძლება ახლა აქამდე გაასწრო, რატო უნდა იმას რატო ეს პრობლემა 7-ჯერ მეტია საქართველოში ყველა ჯვარი წერია ავარიები, ეს შემთხვევები და ასე შემდეგ და ზოგი ცუდად თავდება ყველა ჯვარი წერია აუფრთხილდით რა, ახლა არ არის ეს მანქანა სახუმარო თემა რაღაცა ახლა იმაზეც არ არის აქ ყველაზე დიდი უდიდესი პრობლემა ვიდრე ნაცვამობა იმდენად არ არის, რამდენადაც გადაჭარბებული სიჩქარით სიარული. იმიტომ რომ მე უცებ რეაქცია არ აქვს, უცებ სტრაფი და მანქანასაც ვერ იმორჩილებენ და ასე შემდეგ. ეხლა თქვა თავისუფალია მარჯვენა ზოლი გადავდივართ ეხლა მარჯვენა. ეს ჩანდგა მეორეში. ჩვენ ვართ პირველში. ხედავს ვაფერხებ ცოტას. არც იქით არის, არც აქეთ არის. აი 40-ია ნიშანი რა წარმოიდგინეთ ესეთ. ეს რაღაცა 4 იანვარი როა ძალიან ცოტა მანქანა და ეს ყვითელი დაიწყება. თუ აინთება ნელ-ნელა აქ ცოტა ფრთხილად ინტრო გადმოხდომა იცის. სადაც ვიაროთ აქ. აი ეხეთ როგორ შეაჩერა ჩართო ციმციმა პავაროტნიკი კოხტას ლამაზად ადამიანმა. ესე უნდა იყოს რა, პირდაპირ კი არ უნდა შეხდე იქ. იმიტომ რომ შენი გზა არ არის რა, შენ უნდა გააჩერო იმენა ესე პირდაპირ ნუ შეხვალ. გააჩერო, მე შეუხვია. სწორად გააკეთე. ეს რაღაცა პატიოსნად დადიხო. მეტანი. ეს კიდე ხო ნაკადი არის. აქ შევანელოთ. ეს რაღაცა გაუჩერდა მე მგონი მანქანა. ეხლა ჩვენ ავიღოთ მარჯვენა მხარე რატო? იმიტომ რომ აქეთ უნდა მოუხვიოთ. და მარჯვენა გვაწყობს. თან ყოველთვის იყურეთ აქაც სარკეში და ესე არ იხტუნაოთ ახლა პირველიდან მეორე მესამე ხაზში და ასე შემდეგ რა. ნელა, ეხლა ჩვენ გვინდა მარცხნივ შეხვევა, ვანელებთ. ესე ჩავერთოთ ეს ციმციმა პავაროტნიკი, რომ მარცხნივ. იმაში აქ არის წვეტილები, ნიშნავს რომ შეიძლება შეხვევა. შემეძლო შეხვევა, მაგრამ არ შეიძლება, უნდა გააჩერა აუცილებლად მანქანა. რომ გაჩერებული უნდა იყო, ესეა წესი. ზოგმა როგორც მოდის, ისე შედის, ესე არ შეიძლება. არა სწორი ეს. უკანაც მანქანა მოგვადგა. ხა ხელა ნაკადია. სავარაუდოდ იქ წითელი რო აინთება, მე შეგვეძლება ჩვენი აქეთ მოხვევა. ვიცი რა, წითელი არა ჩანს. ამათია გზა და ამ ხელა იმით სიჩქარე ჩაიქროლა გაგვაქანავა. так. საერთაშორის ეს ყველაზე ცუდი მონაკვეთია იმ საშიშიც არის. აი აქ მართლა საჭიროა შუქნიშანი და შუქნიშანი არ არის. აი ხლა მაგალითად ჩვენ შეგვიძლია აი ამ მანქანის მე აი
ხედავთ ის ჩქარა მოდის, ამიტომ დააკვირდით კიდე რა მონაკვეთ შეიძლება მანქანას შორს იყოს, მაგრამ ჩქარა მოდიოდეს. მანქანის სიჩქარეს დააკვირდით კიდე. აი ამ წითელის მერე შეიძლება შეხვევა, ეს შევდივართ. ესე პირდაპირ აქეთ. და ავიღოთ კიდე რაზე მინდა ახლა ყურადღება გავამახვილოთ. ხო, ეს ხაზი, აი ეს არის მესამე ხაზია, პირველი, მეორე. ეხლა რაღაც ეს რუსულ ნომრიანია. ანუ სხვათა შორის აი ვინც რუსეთიდან, ამერიკიდან არის, ისინი უფრო კოხტად ატარებენ, არა აქვთ ეს ტარების მანერა გაბუჭებული, იმიტომ რომ იქ ჯარიმებია და უფრო ის. ეხლა ჩვენ ხედავთ აქ არ ვდგებით. ვდგებით აქ, იმიტომ რომ პირდაპირ უნდა ვიაროთ, ეს ხაზი არის იმისთვის, ვინც უხევს უკანა ესე რა. ეს წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ. იმიტომ რომ ბოლოში რო არ დაიწყოთ მე ამ აქედან იქეთ გადასვლა ხტუნაობა. წინასწარ იცოდეთ აქ. ფეხით მოსიარული ვინც გადაუნა დაუწყოთ და აქ ახლა რა მინდა ახლა მე გაჩვენოთ ახლა კიდე. აი სად ეს ავტობუსი გავუშვათ, ახლა პავაროტნიკი ჩართო. რადგან ჩართო არ მოგვედოს. რა მინდა ახლა მე გაჩვენოთ. აი კრუგზე შესვლა რა, წრეზე შესვლა რა. ეს ახლა რატო გადმოვიდა ეს ავტობუსი, აი აქ. რა უნდა, მაგრამ იქით მიდის. ნახეთ ახლა რა მონაკვეთია. აი ეს არის მთლიანი ხაზები, აი ეს არა გაგუფლება გადაკვეთა. წინ კიდე ხედავთ, აი აქ არის სამკუთხედები, უნდა გაჩერდე, იმიტომ რომ შენუთბობ ამას და აიმახსოვრეთ კარგად და მიტომ უნდა გაჩერდე აქ, რომ ნუ შეხვალ პირდაპირ. აი ახლა არავის არ ვაფერხებთ, მივიწიეთ წინ. ეხლა მივიწიეთ. ჩავვრთოთ თქვათ მარცხნივ. პავაროტნიკი წრედან უნდა გაგვატარონ წესით. აი ფერზე, აი გადადის ახლა ქალბატონი და უნდა გაატარო, ეს უნდა გაჩერდა. და სანამ არ გადავა, არ უნდა წახვიდე. ეგრე არ არის რა, ვარ ატარეთ. ჩვენ გვინდა ახლა მარცხნივ მოხვევა. მარცხნივ. გავკვეთა მარცხნივ. ეხლა ცეპჩავთ პავაროტნიკი. არ ვთავარი არ ვაფერხებ არა. ეს ვარგილი. ჩერდეთ. ჩერდით და გავგაზოთ წინ ვიაროთ. საერთოდ დასახლებულ პუნქტში რა. მგონი 40-50-ზე მეტით არ შეიძლება შეხვდე. ხედავთ რაღაც სკეიტბორდის. ასე შორის ესეთ ნიშანს პირველად ხედავ. ბავშვია სკეიტბორდი ყურადღებით ვიყოთ, იმიტომ რომ ესე შეიძლება უცებ რაღაც ან ძაღლი ან რაღაცა ამოხდეს. აი ქალბატონი გადადის, მაგრამ კიდე აი ვინ გზაზე გადადის, კიდე საყვედური რომ გადადიხარ. გაიხედე მარცხნივ და მარჯვნივ. წინ და უკან რა იცი რა ხდება. ესე არ შეიძლება რა, ესე გადადიხარ იქნებ მოსათქან ზოლი გასულელი და საჭეს ვერ იმორჩილებს, ხო უნდა დაინახო რა. და პლუს კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ვინც მიდის გზის პირას, ისე უნდა იაროთ გზის პირას, რომ ნაკადი უკნიდან არ უნდა მოდიოდეს პირიქით, თქვენ უნდა რომ მიდიხართ წინ. მანქანები უნდა მოდიოდნენ წინიდან და გადიოდნენ უკან, იმიტომ რომ შენ უნდა ხედავდე. ზურგიდან არა, ესეა წესი საერთოდ, იმიტომ რომ უკან რა ხდება ვერ ხედავ რა. გასაკეთებს ახლა. ესეთი რაღაცა. პავაროტნიკი. აი
აი დადის აი მობილურია და იქნებ გასულელი და მძღოლი და ვერ ხედავს იმას. ეს ხო არ შეიძლება რა, გზაზე ხარ რა, მანქანაა და რაღაც მობილურს უყურებ რა. არ შეიძლება არა ეს. ეს ბიჭიც ეხა შეიძლება უცებ უკან გამოვიდეს და ესეთაც რაღაც. ესე გაჩერება არ შეიძლება კუთხეში. იმიტომ რომ აქ არის მთელი კვანძი, აი კვანძთან მიხვედი და გააჩერე, აი გაუშვათ ეს. აი ეს ვინ აჩერებს ეს? აქაც არ შეიძლება ესე გაჩერება, იმიტომ რომ შემოუხვეს. შეიძლება მიედოს. აქაც ესე უნდა გავჩერდე და გავუხედეთ, რომ შეიძლება ვიღაცა გამოგანდეს აქედან. აქედანაც ამოხტეს ახლა იმათვის. აი ეს ნიშანია, აჩვენებს, რომ შენია მთავარი გზა. აქეთ იქნება ნიშანი დაუცვე გზა, მაგრამ არავინ არ იცავს, მე პროკურატურით ვიხარ.